გუშინ ნაბახუსებზე ვიყავი. არა, ხო და ვირი გახდეს ის ბოლო რა, ვინც არის რა. აი მიდი ეს ხერხულია. არაბი არ ვარ გაესკადრი შენ თუ არ გინდა ჩვენთან იყო? უნდა მოხვიდეს სამსახურში. არა აი ეს გრამატიკაში ახახან დავქორწინდი დაგო. დამთავრდა რატო დამთავრდა რა? მოგესალმებით მეგობრებო, Smart Podcast-ი ისევ დაბრუნდით ძალიან მაგარ სტუმრებთან ერთად. დღეს როგორც თქვი, სტუმრებთან ერთად. კი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი სტუმრები არიან. ღამის სარდაფის ბიჭებო, გამარჯობა, როგორ ხართ? მოგესალმებით. სალამი ბიჭებო, კარგად თქვენ. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა. კარგად. ხო, კარგად დავიწყე. კი, როგორ არის? თავიდან ხო არ? მახიანად. თავიდან ხო არ? არა, კარგი. ხო, მოკლედ, თავიდან ჯერებ ვთქვათ. კაი. მჯერა. თავიდანვე ბიჭებს უთხრათ, ხო, რომ პოდკასტს ვიწყებთ ხოლმე სამი გამოცხადებით რა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ. როგორც თქვენ. მაგრამ სანამ გამოცხადებებს ვიტყვი, ჩვენი სპონსორები, რა თქმა უნდა. ვა მინდი რა. არ უნდა ვთქვა? ძალიან მაგარი კომპანია, Doorhouse-ი, კარი სახლი არის ჩვენი სპონსორი. ლინკი გვექნება მეგობრებო აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ეს ძალიან მაგარი კომპანია და შეიძინოთ კარებები, რა თქმა უნდა. გააღეთ კარი? დაკეტეთ? აი ესეთი მაგარი კარებია, ხო. ასევე? გიგა გადაიწიე? ჩემი სპონსორია, ახლა ასევე უნდა თქვა თასასმას კერამიკის. აიჭრიან რა ეს მაგარი ზეთების კომპანია გიგა გადაიწიე? ო. ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელიც დაგვიმზადა ეს Lightbox-ი, სმარტულების, ეს არის Sprint Space-ი, ლინკი იქნება აღწერაში, შედით, დაიკონტაქტეთ, დამზადეთ Lightbox-ები. შევალთ და დავამზადებთ ჩვენს. კაი, დავიწყოთ, ხო მოდი ბიჭები გამოვაწყოთ. შემოვიდნენ რომ დავიწყოთ ჩვენ. თუ დაიწყებ. ერთი რო არ ავირჩიოთ ასეთი არა, ეხა ეგეთები არის. შეიძლება. დაუწყედით უკვე და დავიწყო? კი. პალიასტომის ტბასავით ამოუცნობები. ოჰო. ფოთის ხამსასავით გავრცელებულები. ოჰო. და TikTok-ზე ფოთის შუქურასავით ბევრი ნახვის კი არა და მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანები, ლაშა და ლუკა კი არა და ლუკა და ლაშა კი არა და ლაშა ლუკა. კეთი და უჩა. ლაშა და ლუკა, ლაშა ლუკა. ისინი ხო ერთნი არიან ბიჭო? ეს მაგარი ეს პაროდიაზე მუშაობდა 2 დღე. სხვათა შორის ეს ფოთური ის კაი, ეგ ერთი. კაი, ეს ერთი. ეხლა მე გავაგზავნე. პირველისთვის. ნიკო ნიკოლაძე დღესაც ცხალი იყოს. და თქვენ რო ხედავდეთ, ესე სიამაყით იტყოდა. ესენი ვინ არიან? ნუ არიცნობ. არიცნობს კაცი მე-20 საუკუნეში. ნიკა მიდი. არა ეს გამოცხადებაშია ეს. ესენი ვინ არიან კიდე ოკეი, ხო რომ ჩაგემატებინა რა მე ესენი. ესენი ვინ, იმიტომ რომ შენ რას უპასუხებდი მერე? შენ რას უპასუხებდი? ესენი არიან. ლუკა გადელია და ლაშა გუშარაშვილი. აჰა. საღო? არა მე ო რა გამართა ჩემი კვარტა. მიდი. ანუ ისევ არა გუშარაშვილი ისევ არა პირიქით უნდა ლაშა გუშარაშვილს ვამბობ პირიქით მიჭირს ხო იმიტომ მე ბევრი შევიწევ მეგობრებო თუ თქვენ პალიასტომის ტბაზე მოხვდებით და ხმას გაიგებთ არაბი არ ვარ გაესკადრი ესე იგი თქვენ ღამის სარდაფის გადაღებაზე ხართ დღეს ჩვენთან კი სტუმრად მოვიდნენ ლაშა და ლუკა საღო კიდევ ერთხელ და შემოვალთ ეხა აჰა კი გაიმარჯვა ნიკას ვეცემ გაიმარჯვა მე თორნიკეს ვერსიას არ ვიცი მამა მაშინ ყველა ჩემს ეგრევე რატო ხაზავს? ბიჭო ისეთი ჩემი იყო რა პირველი რომ ამბობ მაგიწდება ჩემი აზრით დაუფასებელი ხარ დაუფასებელი. რა შევიცი შენ underrated ძალიან აქეთ რა და მაგიტო კი კი ბატონო. იმიტომ რომ ყველა აქებს ადამიანებს ვინც და კი იცი შეხება რომ წინს ადამიანს ხო და ამა აი რა გეტყვი. აგერ მოვედი და ნიკო ნიკოლაძე იტყოდა რომ ესენი ვინ არიანო არის უნდა კაცი და იტყოდა და გაუსწორდა ლუკას ამა თქვა ის და არაბი არ ვარ გაეკადრი არ გამოგვადგება ესე იგი კაი აირჩიეთ ესე იგი ნიკა მოხვედით და მე ცნათლაკ და ნიკასი მოწოს ყველაზე მეტად აბა როგორ ახართ? აი არა გუშავრა რა თქვენ როგორ გიკითხოთ ბიჭებო კარგად რა ვიცი აი ეთილი ხო იყო ჩემი ფეხი თქვენთან დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედით სტუმრად გაიხარეთ ბატონო გვინდოდა ადრეს და მაგრამ დროის ამბავში კი შეზღუდული ბატონო იყო საუბრები ამაზე ბევრი გამომწერა მიხარდა რომ მოვახციეთ წარმატებაზე მეტი გამომწერი გვისურვო ვა. ო ლუკა
ანუ ძალიან სერიოზული ძალიან სერიოზული რიცხვებში როგორ გამოიხატება 62 წარმატება წარმატებაზე ეს თქვენთვის მომინდია მე დაგლოცეთ ხო და მოკლედ ჩვენც დაახლოებით 4 თვეა ხო YouTube-ზე დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი არა 4 თვეა 4 თვეა პოდკასტები დავიწყეთ და ამდენ გამომწერზე ხართ? ეხა 5000 გამომწერზე ვარ 5500 5500 მაგრამ აი ჩვენ ხა ვარ 500 კაცი გიყურებს თორნიკე და ანუ რა უნდა ბევრი მაზე ვარ რა ვქო ბევრი პლატფორმაზე ვარ რა თითქმის ყველაზე Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და ვაბალანსებთ ხოლმე რა OnlyFans-ზე? ჰა OnlyFans-ზე გიგა არის ხოლმე თავის გამოცხადებებით ვიღაცა ხო იცი ფეტიში რო აქვს და გიგას გამოცხადებები ეს ეოზე ხო ყველა თავის გამომწერი ყავს საერთოდ იდეაში თქვენ YouTube-ზე გქონდათ და TikTok-ზე გავარდა და რაღაცა TikTok-ით არა ჩვენ დავიწყეთ YouTube-ით YouTube-ით და გავარდა TikTok-ზე ხო ეს YouTube-ით და შემდეგ ძველი YouTube-ის ვიდეოების ცდა დავიწყეთ TikTok-ზე გვაინტერესებდა როგორი გამოხმაურება იყო იმიტომ რომ მაინც ახლა ჩვენ სპეციფიური იმურს ვაწვევით შეიძლება ვიღაცამ ნახოს და პირდაპირ შეიგინოს არა უი ეს გამოყებული რა სიძახი ის ანუ შეიძლება ვერ გაიგოს და ამიტომ გავტესტეთ რა როგორ მიიღებდა ხალხი და ერთი ვიდეო 2 3 10 ყველა კარგად წავიდა კაი კომენტარები და YouTube-იც განვაახლეთ ესე ვთქვი ესე ვიტყვი უბრალოდ ესე ვთქვი კი არა ხო თქვი უკვე და მე ის იყო რა ვქი მე სხვათა შორის გიყურებდით იმიტომ რომ რა კოკი მანახებდა ხოლმე თქვენ ვიდეოებს სანამ არა კოკი მანახებდა ხოლმე ვიდეოებს იმიტომ რომ ფოჩი რო იღებდით არა არა კოკის გადმოუწერია ჩვენი YouTube არა ხო და მართლა მანახ სანამ გავარდებოდა რაღაცეები რა მანამდე ვიცოდი და ძალიან მეც მე მევასება ეხა რა იუმორი თან ეგეთ წერტილი და რო გავარდებოდა ფიქრობდი რომ გავარდებოდა სანამ გავარდებოდა სიმართლე გითხრა ნახე რა იცი ისეთი ხუმრობები ქონდათ რომ ეგეთ იუმორს რა ძალიან რთულია რომ გააგდო რა ძალიან რთული გასაგდები იუმორია და გაუვარდათ მაინც და ეგ ძალიან დიდი შრომის შედეგი არის ეგრე მარტივად არ ხდება რა სამსახური გაგვარდება ახლა ცოტა სამსახური გაგვარდება რავი ხო და რა უნდა მეკითხე ხა მე YouTube-ზე რომ მოხვედით YouTube-ი როგორ დაგხვდათ თავისი YouTuber-ებით და იმით რა ხალხით YouTube-ი დაგხვდა ხელგაშლილად აბსოლუტურად ხო ძალიან ისე ჯიგრულად შემოვედით იმის მიუხედავად რომ მაინც ესე ნახვებით და ხუნძულები არ ვიყავით და ბევრი გამომწერიც არ გვყავდა თავიდანვე რა ვიცი ყველასთან ძალიან ისე კარგად კოლაბორაციებით დავიწყეთ ეგეთი რა ისე დაგხვდნენ როგორც ვისურვებდით რა ხო ეგ დახვედრა იყო თევზებამდე თუ თევზების მერე მოხდა თევზების მერე მოხდა იმიტომ რომ თევზებამდე 300-400 კაცი ნახულობდა ჩვენ ვიდეოებს გადაცა თევზებამდეც იყო რამოდენიმე არა 4-5000 ნახვა ქონდა ხო YouTube-ზე ხო ხო თევზებამდე და პირველი კოლაბორაცია თევზებამდე ქონდა სხვათა შორის კოლაბორაცია არ მახსოვს თევზებამდე ქონდა არა არ ქონდა ხო და რა უნდა მეთქვა იცი რომ აი მაგალითად ახლა YouTube-ზე რა რაღაც ჩვენ ახლა რომ შემოვედით ახლა ბევრთვის აქამდეც ახლა დიდი ხანი ამ სფეროში ვართ ახლა და YouTuber-ებსაც და TikToker-ებსაც ვიცნობდით რა და რაღაცა ეგეთი სიტუაცია დაგხვდა რა რომ აი რაღაცა ისინია რა რაღაცა წრეები არის YouTuber-ების შექმნილი ეგეთი რომ რაღაცა იმებს უნდა მოხდე ხო რაღაცა ეგეთი ხო არის მე ხო არ კუტოკები არა ანუ ისეთი რა რაღაც თითქოს აი როგორ იცი რომ აი რაღაცა ერთი ის არის რა ქვია ერთი კომანდაა რა. ვიღაც YouTuber ხო სპონსორის ამბავშიც და ალბათ არ ვიცი, მაგრამ ეგ იცვლება, მე სპონსორები რო იცვლება ხოლმე თუ როგორ არის. ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ არ შეგვცვლია სპონსორი. ის დაიწყეთ, დაიწყეთ იმით ხარ მართლა? ეგ ძალიან მაგარი. გენერალურად ინდივიდუალურია ეს ამბავი. ტიპატა კომპანია იყო თავიდან და გამოვცვალეთ მე. ხო და ეხლა გამოვცვალეთ რა ჩვენინებით კი არა. ხო ანუ თვითონ ხო წინადადებით რა. არა ხო და საბოლოო ჯამში იქამდე მივდიოდი მე რომ ის არის რა რა ვქია მადლობა მინდოდა მე თქვა თქვენთვის რომ მოხვედით იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები ვისაც ეშინიათ ჩვენთან მოსვლა ხო ხო არა ვიღაცას უთხარით და ამის უშავე არის მართლა არა და რავი რა გვაქვს ესეთი კითხები არაფერი არა გვაქვს ანუ ისეთი კითხვა არა ხო რავი რა არის აი როგორ რაღაცები წამოვიდა იცი რომ აი რაღაცა ეგეთი ის შემექმნა მე შტაბეჭდილება YouTube-ზე რომ აი ვიღაცის აზრს თუ არ იზიარებ რაღაც კონკრეტულ რაღაცაზე რა ანუ მაშინ შენ არ ხარ ისეთი ტიპი რომ ის არის რა ქვია შენთან ვიმეგობროთ რაღაცა მსგავსი რა და რაღაცა ისეთი მესიჯები მომივიდა იმასთან თუმცა მაგიტო გითხარით მადლობა მართლა ძალიან ის არის საშიში ვართ და რომ მოხვედით ძალიან გამისევდა რა ანუ ყველა კაი ტიპს ვეძახით ჩვენთან პოდკასტში ანუ ესე უყურებთ ჩვენ რა ვისაც გაგაგუზავთ ისეთ კითხვებს ჩვენ არ ვსვავთ რომ რაღაცა ხო რაღაცა რო იყოს ისე ვისმენთ სტარჩენებს ვინ გაფინანსებს?
არა ხო და მოკლედ ამის თქვა გვინდა და უბრალოდ ძალიან გახსნილი პოდკასტი ვითო არ იცი მაყურებელს უთხრათ აუცილებლად რომ გვიწერენ ხოლმე კომენტარებში რომ აი ის მოიყვანეთ და ანუ მართლა ვკითხულობთ მაგ კომენტარებს ყველას ვწერთ პირადში ინსტაგრამზე ვიცი ტელეფონის ნომერიც გვაქვს ყველას ვწერთ და რა ყველას ვეპატიჟებით მოკლედ რა ვისაც გსურთ რომ მოხვიდეთ ჩვენთან გელოდებით მთელი გულით მეგობრებო მიბაძეთ ამ ბიჭებს იმიტომ რომ აი ხალხი არიან მოვიწვევთ საუბრობთ სხვათა შორის არავის არ ვაშავებ ხო და მეთქი ბიჭები აქ არიან მეთქი ხო და მეთქი ხო არ ვცადოთ მე დავტესტოთ აბა აი როგორი უმორი შეუძლიათ ექსპრონტად რო გააკეთოთ აი ეგეთი თამაში მაქვს მოკლედ თითო სიტყვას ვიტყვით და წინადადება ვიზეც დამთავრდება ისაგებს რა თუ გინდა ასოებზე ვითამაშოთ და ვირი გამოვიდეს მაგარი თამაშია იქ კაი ხო რა ვიცი ამოიდგინე თამაშო და ვირი გამოდის კაი ეგრე ხო იქიდან გამოდის დავიწყოთ წინადადება გუშინ ნაბახუსებზე ვიყავი როდესაც ასე არ გააგზელოს დამთავრდა რატო დამთავრდა გასო არ ეს არ გაგიგზელოს ძიმე არის მემა ამ ძიმეც არ უნდა დაისვას ეს წინადადება თქვი გუშინ ნაბახუსებზე ვიყავი როდესაც არა ხო და არ გაგიგზელებს ეს ხომ არა არ უნდა გამიზელებს კაი ჯიგარი ვარ მე ჯიგარი ვარ და გაგიგზელებ როდესაც აი ჯიგარი ვარ მართლა დავდე კაი გუშინ ნაბახუსებზე ვიყავი როდესაც დამირეკა ზუსტად სამის ნახევარზე ღამის მითხრა რომ ახლავე შენო უნდა მოხვიდე სამსახურში არა ერთ სიტყვა და მე რაღაც ერთ სიტყვა ვაკა გადმორჩი შენო ბიჭო შენო ბიჭო თუო შენო ბიჭო თუო არ გინდა რომ რომ თუ არ გინდა რომ ჩვენთან იყო ჯიგარი ვარ როდესაც მეორე შანსი ჩვენ თუ არ გინდა ჩვენთან იყო ამას გაგზელება ასე მეც არ გავაგზე დას რომელიც კი მასში შეფრიყავი ვახო ბიჭო ჩვენთან უნდა გაგზელდეს იყო ამანე თავის და თუ არ გინდა ოისი ულტიმატუმი კაი დაგვაუწყდა თავი და ბოლო დაგვაუწყდა ანუ ავიღეთ ყველა მოვიგეთ კაი ხოდა ერთი ვცადოთ კიდე აუ გეხოცები ვცადოთ ოღონდ სიტყვაზე ვცადოთ ასოებზე კაი ასოებზე მაგარია ძმა პროსტა ხეჯერ უნდა ვცადოთ ესე კი მინიმუმ არა ხო და ვირი გახდეს ის ბოლო რა ვინც არის რა კაი მიდი 100 უნდა თქვას ხო ხო 100 დაიწყე პირდაპირ ვირი ხდება 100 ვ არა და ი არა მიდის ხო ანუ ვ ი რ ი კაი ს წ ა წა წად რას წად რა რა თქვენ მასში მიხარ სად რა ვფიქრობ მაცად ერთი წუთი არა ვსო წააგე წადიან ვუხარ წადია ვუხარ არის სიტყვა გზელდება წადი არის სიტყვა ბიჭო რა წადია წადია ზმნა არის თუ რა არ არის მას წადია რაღაცა ანუ სურვილი არის და არ არის არსებით სახელი არ არის ან არსებით სახელი მე არ უნდა გეთქვათ თავიდან დაიწყე მიდი ვუხარ დაიწყე ვუ გეთქვა და ვურო სწავლაი გამოვიდა და სწავლა ხო მიდი აა ვისწავლე გამისწავლე ბ რ д ხ ვ н ჟ კაი არსებით სახელი რო არ არის კაი ვუ არსებით სახელი რო არ არის არც ეს ბრტყნა გამოვიდა ხო ერთი ბუნა მომაწოდე არ გამოვიდა არ გამოვიდა კაი წინადადებები ქნათ მე კაი კაი წინადადება როდესაც პირველად
არ გამაგზავნე. აბა მე რა პრინციპით არ მიძელებ. როდესაც პირველ უნდა გაგზელდეს. როგორც პირველად რაღაცა არაფერი არ აქვს. შინაარსი არ აქვს. შინაარსი არ აქვს. აზრი არ დევს. დავინახე ეს უკვე. ბულე. როდესაც პირველად დავინახე. დამთავრდა. აგენი მე დავინახო შეიძლება. არა, როდესაც პირველად დავინახე, მიდი. ის? როდესაც პირველად დავინახე ის. მაშინ. ხო, შენ ჩიგარი ხარ. ზუსტად. ახსოვს? კიდე რაღაცას მომიფიქრე. ზუსტად მახსოვს? წმინდა თქვი. წმინდა და ეცვა მინდა, მაგრამ მე ვიტყვით ან ეცვა ან არ ეცვა, ეცვაზე გადავიდა, როდესაც პირველად ნახე, ეცვა, всё. ეცვა? არ ეცვა და ეცვა? არა. არ ხავდება მან ახლა. თავზე. როდესაც თავზე აი როგორ ეცვა. მეწერდება, როგორ გამოვიდა, როდესაც როდესაც პირველად პირველად დავინახე ის მაშინ ის მაშინ ზუსტად მახსოვს? მახსოვს რომ მაღალქუსლიანი ულამაზესი და ამას ეცვა. ანუ თან ახლა გრამატიკულად რო შეხედო ორი ჩამონათვალი იყო და იყო რაღაცა და უნდა ან მაღალქუსლიანი ულამაზესი და პრიალა ფეხსაცმელი და ეცვა. ფეხსაცმელი კი, შეგვიძლია. ეხლა გრამატიკულად ეგრე ქონდა? ხო, ქონდა, ფეხსაცმელი ქონდა. ეს გრამატიკაში და ჩაჟდეს ხოდა. გასაგებია. არა, აი მე წავაგე ხა. ეგ არის მორჩა. კაი, მოკლედ კიდე ერთი საინტერესო თამაში გვაქვს თქვენთვის მომზადებული. ძალიან მარტივია. ჩვენმა მეგობარმა მოგვიმზადა 5 ფურცელზე წერია ცნობილი ადამიანი რა. და შუბლზე უნდა მივიკრათ. უნდა გამოვიცნოთ. უნდა გამოვიცნოთ ვინ ვარ. ხო. ფენიერი. კითხვები უნდა დავსვათ. ყოველი კი პასუხი კიდე ახალი კითხვის დასმის უფლებას გაძლევს და არა პასუხი შემდეგზე გადადის რა. მე დავიწყებ. მიდი. იმას რა კარგად აქ კეპივით. აუ. ჩვენ აცხაის ეგ ვარ. კაი. ადამიანი ვარ. კი. კი. არ ვიცი. მოიცა ერთსამს რა ქვია მის მარჯვნივ კი არა მარცხნივ ვინც არის ის პასუხობს თუ ეს ყველა ერთად კი ბატონო ხო არ მოვატყუეთ. სხვადასხვა სხვა რო პასუხი. კი. კალი კაცი. კალი კაცი. არა, მოიცი ვარ. არა, ეგრეა, ხო. არა, ისეთი კითხვა უნდა დავსვას, რომ ან კი ან არა უნდა იყოს. ხალი კაცზე კიდე არა როგორ გიყავს. მაშინ უნდა იკითხო კაცი ვარ? კაცი ვარ? არა. არა. თორნიკე მიდი. ხა თორნიკე. კაი. კაცი ვარ? კი. მოიხედე? კი. მომღერალი ვარ? არა. კარგი. ადამიანი ვარ. კი. კი. კაცი. კი. კი. ცნობილი. კი. უცხოელი. კი. სპორტსმენი. არა. შენი დედა. კაცი. კი. დიდარი. კი. კი. აუ. ასე ვერი. პრეზიდენტი ვარ? არა. მე იმა დამაფიქრა ყველა რო კითხულობს ადამიანი ვარ, მე ადამიანი ვარ? კი. ყველა სხვა ადამიანი გეწერა და რატო იკითხეთ ადამიანი ვარო? ხო, არ ვიცოდით ეგ წინასწარ. პირველ შეიძლება და მაშინ ასე ასევე ვიცოდით ხალი ხელი ვარ. ადამიანი. არა. არა. არა? მიდი. ხალი ვარ. კი. კი. ხალი ვარ. ცნობილი. სად კითხულობ ცნობილს? სოფლიოში. სოფლიოში საქართველოს. მეტ-ნაკლებად ვერ გავსვათ. სოფლიოში არა. არა. ხო და სოფლიოში თუ საქართველოს? საქართველოს. არა. გადააკეთა. საქართველოში არა. სოფლიოში არა, სოფლიოში არა. სოფლიოში არა. ბიჭო, მე დავსვიკითხოთ ამ ცნობილი ვარ თუ არა. არა, მაშინ. სოფლიოში. ცნობილი, ანუ ვერ იტყვი ეგრე რა. ანუ ცნობილი სად? საქართველოში. არა, ხო, სოფლიო თქვი პირველი და კაი, არა, გადავედი. კაი, სოფლიო ხო თქვი პირველი. კაი, ოკეი, გადავედი. საქართველოს სამი კალი. ასაკეთ 30-დან 40 წლამდე ვარ? არა. არა. არა? არა. ალბათ არა. არა. დავაზუსტო. არა. ხო. მე ვარ ხო? ესე იგი ცნობილი ვარ, კაცი ვარ, უცხოელი ვარ, სპორტსმენი არ ვარ. სპორტსმენი თუ არ ვარ. კაი, რა დარჩა? მსახიობი ვარ. არა. სახიობი? არა. არა ხარ რა. მაგით არ არის ცნობილი.
ასაკიანი ვარ? არა. არა. არა, ეხა ასაკი ყველას აქვს და რას ასაკი გულისხმობ ერთი წელიც. ასაკი 50 წლის ზემოთ. არა. 50-60 არა. არ ფოტორი ლექსიკონი ასაკიანი. ხანდაზმული. აუ ვიცი. დასვიკითხე რას მეყური. რა გითხრეს ხო შენ? კაცი ვარ? კი. ლოგიკურია, ხალი არ ვიყავი. ქართველი ვარ? არა. არა. უახლოვდებიან. აუ დავაზუსტებ რა მოდი კიდე ერთხელ გავივლი იმ რაღაცებს. ქალი ვარ? კალი ხარ. ქართველი? ქართველი. ასე თუ ისე ცნობილი? ინფლუენსერი? კი. შეიძლება. ინფლუენსერი? კი, არის. ტიკტოკერი? კი. ახლახანს დავქორწინდი? კი. ო, ეგ ვარ მაშინ. ვინ? ქალბატონი კეთი. კეთი? გვარი? აუ, გვარი არ მაქვს. კაი, გაიხსენე და მაგრამ გაიხსენებ, მანამდე შენ ეგიდუნაშვილი. კი. ბრავო. კარგი. გამოიცნო. კაი, ეხა შეხედეთ. მიდი, თორნიკე. მოდი მე ვსვი ჩემს. ხო, დავაი. კაცი ვარ 31 წლამდე. კაი, ეხა დავქორწინდი? ის ხო არ ვარ. არა. ვიზა ფიქრობდი? არი ხო არ ვარ. ხო არ ვარ. შემდეგი კაის, მაგრამ კაი. უცხოელი ცნობილი მსახიობი არ ვარ, პოლიტიკოსი. არა. 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 ახალგაზრდა ვარ. კი. კი. სპორტსმენი. კი. ფეხბურთელი? არა. პრობლემა. ესე იგი, კაცი ვარ? ვაზუსტებ. ახალგაზრდა. არა ქართველი. აჰა. სპორტსმენი? კი. კი რა. სპორტსმენი კი, კაცო, როგორ არა? მსახიობი? კი. ესე იგი, მსახიობი და მე სპორტსმენი. კაი, ასეთი ვინა? იკითხე რა არ გაინტერესებს. დაბი ვიხსენებ ვინა მსახიობი კაცი ისეთი. ეგ ვკითხე, ჯერ სპორტსმენი იყო თუ მე ჯერ სპორტსმენი იყო ალბათ. კი. და მე იყო მსახიობი. იმიტომ რომ მსახიობზე ასე თქვით. ო. ჯეისონ სტეთემი? არა. არა. სპორტში. სპორტსმენი ვარ? არა. მორჩად. მომღერალი ვარ? მომღერალი ხარ? ამერიკელი. ამერიკელი. არა, ამერიკელი არ არის. არ არის? არა, ამერიკელი არ არის. რაღაც არ არის დააკვლა ამერიკელი? კი ბატონო. წინ. ამერიკა ქვეყანა თქვი? არა. ჩtildeოთ ამერიკა. არა. მithumetes. არა. მე იგივე არ არის რა თქვა. აი მე ვარ სპორტსმენი ახალგაზრდა. წარმატებული? კი, მოქმედი. კი. ბურთთან აქვს შეხება არა, სპორტში. ბიჭო, ამერიკელი არის? არ არის ამერიკელი. წერია აგერ მოუწევი. ის ამერიკაში არის კაი. ახლა. ამერიკაში არის, მაგრამ არა, დაიბადა ამერიკაში. სპორტსმენი, ამერიკაში. კლიენტი ვარ, ბიჭო, რომელიც დაიბადა მე ამერიკაში, მსახიობობაში წერია. გადავიდა. ნახე, გეტყვი მე. რა ვიცი ახლა მე აგენი. ამერიკელი? კი. ამერიკელი კი. ამერიკელი, ხო? კი. LeBron James-ი? არა. LeBron არ James-ი არის არა. ბიჭო, ამერიკელი არ არის. მიდი. კაი, მე ვთქვა. კაი. სპორტსმენი არ ვარ. მომღერალი? აი, ერთი ის არა. მაქვს. არა. არა. კაი. ანუ სავარაუდოდ მაქვს რაღაც ისეთი გვარი, რომ არა ამერიკული რა. ხო ეგეთი პონდია. ბიჭო, რავი, ამერიკელი კითხვა დაცვი რა. ამერიკული გვარი არც არსებობს. ხო. არა დედამიწური ხომ არ გინდა გეთქვა. ამერიკული გვარი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს კაცი. კარნახა ხეხაში. მიახვედრა კინაღა. ხო. კინაღა. არა არის. არა, ითხოვდა ეს. წელო სახა სპეციალურად. კაი. ცოცხალი ვარ? კი. კი. საქართველოში ვარ ნამყოფი? კი. კი. შარშან. ხო, მე მგონი კი. ბრუნო მარს. ზარი. ჩეთი აქვს. ამას ორივე ჩეთი გონდა. იმაზე მიხვდი ხო? რაზე? არა დედამიწული. არა, ხო? არა კაცი, მანამდე იცოდე. აი მე ქართველი ვარ. კი. კი. ქართველი სპორტსმენი. კი. მამაკაცი. კი. წარმატებული. კი. აუ, რამდენია ჩი? სამბეული. ბევრია. ძალისმიერი სპორტია? კი.
ძალოსანი თუ არა ძალოსანი ძალისმიერი ან რას გულისხმობ? ძალა ფიზიკური გჭირდება? სიძლიერე. ფიზიკურ სიძლიერე გჭირდება. კი. მოტკეცილი ისა უნიფორმა თუ რა ქვია მაგას. კი, აქვს. აქვს. ხო? ეხლა უნდა ვიკითხო მოჭიდავე თუ ძალოსანი თუ მოჭიდავე ვარ? არა. მოჭიდავე. არა. ეხლა არა. არ ხარ მოჭიდავე რა. არა. ნუ ყოფილი. იცი რა ჭიდაობა იცი? ჭიდაობა იცი კარგად. ის რა ქვია? ცოცხალი ვარ? კი. ცოცხალი ხარ კი, მაგრამ თეთრკანიანი? კი. თეთრკანიანი. აუ მიხდე მან. არნოლდი? კი. მალადეც. მოიცა, რომელი არ ეგ არის. რომელი არ. აუ. კაი. ერთ-ერთზე ხართ. ჩემი არის ქართველი კაცი, მომღერალი არ არის, სპორტსმენი არ არის. რა მიმახვედა ისი? ასე რომ ქართველი ვარ, ბერი ხარ. არა, ქართველი არ ხარ. კარგი კითხვა. უცხოელი ვარ? კაი, გავაგზელოთ. მომღერალი ის არის. ვინ დარჩა? არანაირი სპორტსმენი მომღერალი. მსახიობი ვარ? არა. მსახიობი არ ხარ. კაი, მოკლედ მე ვარ ქართველი სპორტსმენი, ახალგაზრდა წარმატებული, რომელიც ძალისმიერ სპორტში ჩხუბობს. გასაგებია, UFC-ის მებრძოლი ხო არ ვარ? კი. კი. ეხა იგას რამდენი. მერაბათუ ილია. ჩემპიონი ვარ? კი. აი მარტივად. მაინც ვერ გამოვიდა. 50-50-ზე მაგრამ ვერ გამოგცა. შავგრემანი ვარ? კი. შავგრემანი? შავგრემანი თმაზე ამბობენ? ხო რა, შავით არ ვარ? მაწვერი შეხედულება. მაშინ ჩემზე ვერ იტყვი შავგრემანი. არა, შავგრემანი. არა. და შავგრემანი ვარ. არა. ხო, არ არის. არ არის. კარგი, ვიცი. მე თორნიკი. კაი, მე ესე იგი მსახიობი არ ვიყავი. არა, უცხოელი ხარ? უცხოელი ვარ, პოპულარული ეს ვარ. კაი მსახიობია ასე. კი. მე თუ მკითხავ. შენ უაძლე მინიშნე. მოიცა მსახიობი არ ვიყავი და კაი მსახიობი ვარ. ასე არის, კაი მსახიობია ასე. შენც კაი მსახიობი ხარ, ესე რა ეტყვიან ისე. კაი, ამერიკის კონტინენტზე დავიბადე? არ კი, ვიცი. კი, ალბათ მე არ კი, ვიცი ხო, პირადად. კი. არც მე არ ვიცი, მაგრამ ალბათ კი. კი, ეგრე იქნებოდა. კი, კი. მანდ მოღვაწე. პრეზიდენტი ვარ? არა. მერაბდვალიშვილი ვარ? კაი, თორნიკე, მიდი. კაი, პრეზიდენტი ამერიკელი ვარ? კაი, პრეზიდენტი ვარო ხო თქვი? ხო. თითქმის. თითქმის ხო. რა გიკლია გონი? ის ვარ, რა ქვია? ილონ მასკი. კი. კი ბატონო. კი ბატონო. ეგ აი, არის. კაი თამაში იყო რა? კი, გავერთე. კი, მაგ. კი, კაი, წავაკი. ნამდვილად არ მეგონა. აი, ეხლა უკვე ეს გართობა. გვერდზე უნდა გადავდოთ მე. რა თქმა უნდა, აქ ისეთი კითხვები და რაღაცეები გვალოდება ჩვენ. თორნიკე. და ტრაქტორი. მოდი. შენ გენაცვალე. თითო რა რიცხობოთ ხო? ხო, ეს გართობა კარგია რა, მაგრამ ჩვენი პოდკასტის ბოლოს გვაქვს ხოლმე სევდიანი ნაწილი. ძალიან საინტერესო კითხვები სტუმართ. აჰა. უხერხული. უხერხული? ხოლე. როცა ტყეში მიდიხართ ხოლმე, ნაჯახს ხო იყენებთ იქ? რაღაცებს ხო გჭირდებათ? ხანდახან გჭირდება ხან. ხანდახან ხანდახან არ გჭირდება ხო? სმარტულებში ნაჯახები სულ გჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი რუბრიკა, რომელიც პირველი გადაცემიდან მოდის. ეს არის ნაჯახი კითხვები. რიგრიგობით ამოვიღოთ და გულწრფელად უპასუხოთ. ხო, ერთად მოვაპასუხოთ რა. ხო, ერთად უნდა უპასუხოთ. არა, ერთად უნდა ყველა უპასუხოთ. შენ ამოიღე. რომ ხელა კითხვა ბიჭო ეს. ხმამაღალ ხმამაღალ წაიკითხო. ლუკა ჩამოთვალე ნათესავები, ვისაც ლაშა გირჩევნია რა ჩამოთვლის შენ. ლაშა შენ ჩამოთვალე ნათესავები, ვისაც ლუკა გირჩევნია. აბა წავით. ეს უხერხულია. ნაჯახით ყოლა კი არა? ეხა ის ნათესავები უნდა ჩამოვთვალო, ვინც YouTube-ის მაყურებლები არ არიან, მაგრამ თქვენ TikTok-ზე ზდებს ჩავწერთ. ასე რთულია. მაგრამ ვიტყვი სახელდაგას, რა იცი, ჩემი ნათესავია თუ არა? კაი გამოსავალი იყო, აჰა. კი, ერთი ჩემი შორეული ნათესავია, ესეთი გოგა ქვია, გოგა მიქაბერიძე. გამისავალი. რამდენი უნდა ჩამოთვალოთ? ერთით საკმარისი იქნება. ერთი თქვა აგრე. ეხლა როგა მიკაბერიძეს ურჩევნია შენი თავი. დეიდაშვილის შვილიშვილია. ედა შვილიშვილს. პატარა ბავშვი არა. ჩემი ძმები რო ვთქვა, იცლება ნათესავები. არ ჩაიქლება? იცლება, როგორ არა. ერთი გითხარ. ერთი ორი უნდა გითხარ. ნახე
ძმები ხო თქვი? ერთ-ერთ უნდა მოარჩიო. ძმები როგორ გამოვარჩიო ახლა ერთმანეთს. აქამდე ისთვის არჩიოს და ეს იმეტებდი ხო? ხო. აი მაშინ რომეოს ვიტყვიათ. ანუ რომეოს გირჩევნია ლაშა ხო? მამიდაშვილი გადავწყვეტ. შენ მამიდაშვილს ურჩევნია ლაშა და ლაშას თავის დეიდაშვილის გოგა урჩევნია მიქაბერიძე. გოგა მიქაბერიძეს урჩევნია შენ. ნუ გაიმეორება ხმა ბევრი. კაი, შემდეგ კითხვა. ისებლემე. აი მე დავიკითხა არა, მოიღებ ხა შეიძლება. კი. თქვენ რატო არ გვეუბნებით ამაზე პასუხს? ყველა მხოლოდ დავუპასუხო. არა, თქვენთვის ეს არის. თქვენჯერ მხოლოდ თქვენთვის. ყველაზე ცნობილი ფოთელები ხართო? არა, რა თქმა უნდა. არა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ფოთელი? ყველაზე ნიკოლაძე. არა, ეხლა ამჟამად ფოთელი ფოთში დაბადებული იგულისხმება? ხო, რა აი ფოთელი. ფოთთან რო იმაშვებით რა. მე ფოთში დაბადებული არ ვარ, მაგრამ გავიზარდე ერთი. მე იგივე ვიკითხე. ხო. არა, პირველივე თვიდან ფოთში ვცხოვრობ. არ ხო ფოთელი ხარ. ხო და ანუ მოქმედი ახლა ფოთელი ადამიანებს გავიზარდე. ცოცხალია ეგეთ იმაზე ვამბობთ რომ ყველაზე პოპულარული აი დღეს ყველაზე პოპულარული ფოთელები თუ ხართ რა, ანუ ეგ არის კითხვის აზრი. კი, რატო არა? კი. თავისუფლად. შენ რას ფიქრობ? მე ლაშას მიყვები. კი ბატონო. კი ბატონო. თქვენ რომელი ცნობილი ფოთელი ცნობილი და პოპულარული ოღონდ. ცნობილი ფოთელი. ერთი და იგივე სხვადასხვა არა. ჩვენ რო დავსხედით ცნობილი ფოთელები. აგერ ძმა. სტუმრადო. მოგიწვიეთ თქვენ რა. გაიხარეთ. გაგვახსენდით. კოკაია? ცნობილი და გიორგი პოპულარული ფოთელი. ერთმანეთს. გიორგი იცი რა, კოკაია. ჩვენ ახლა კოკაია, არის იფლება. ის არის, ნახე, მეგობრული ის გვაკავშირებს რა, ბევრთან ფოთელებთან რა, ვინცთან ცნობილებიც არიან და შეიძლება სუბიექტურებიც ხო, ვიყოთ მათ ხო. მხრივ რა, რომ ჩვენთვის შეიძლება ყველაზე, მაგრამ ხალხისთვის ახლა ნახვებით და რაღაცებით, ანუ რამდენიმე ვარიანტი არსებობს რა, ვისთვის როგორ რა. ხო. თქვენ თან ეს ხო შედიხართ ამ ინდივიდუალურია. ხო, ძალიან. პოპულარულზე ვეთანხმებით. ასე შეიძლება ცნობილზე არ ვეთანხმებით. ფოთელი იყოს ცნობილი კი, 1000 მსახიობი. ჯანოიზორია? ჯანოიზორია ცნობილი არის ფოთელი. ცნობილს ჯანოს ვეთანხმები, პოპულარულს ჯანო, არა, ეს ჩემი აზრია, ანუ ბევრნი ხართ თქვენც ჯანოისთვის როგორ რა, ეს ცნობილი და პოპულარულს თუ განვასხვავებთ ერთმანეთისგან და მე განვასხვავებ ერთმანეთისგან ჯანოა. კი ბატონო, კაი. ხო გითხარით ესეთი კითხვებია. ყველაზე შემდეგ. ცნობილი. არა მე საერთოდ არ მეუხერხულა რატომ? აბა ვნახოთ იქნება შემდეგ გამხერხულოს. ნახოთ, აბა. რანაირი კალი. მაგის კლასიკო და საღო გონი კოკის დაწერილია თუ რა ხდება? აბა რას რა გეუბნები? რიბაკი ბიჭი უნდა ეწეროს და თან ხუთს წერია ხიბაკი. საფრანგეთში ვინ იყო ამ ბოლო დროს? ჯორჯის დაწერილი იქნება? რიბაკი ბიჭები რუსულ სახელს რომ გეძახიან ეს პრობლემას არ გიქნითო? არა, მე საერთოდ არ მიქნის პრობლემას, იმიტომ რომ ანუ იმეს თუ უთხოვს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის კი, უთქვამთ, რომ რა რიბაკი ბიჭები რა გეთქვათ, მეთევზე ბიჭები დაირქვითო, ჯერსე ჩვენ არაფერი არ დაგვირქვამს, უბრალოდ ხუმრობა ვთქვით და ამ ხუმრობიდან გამომდინარე მთელი საქართველოს რიბაკი ბიჭებს გეძახის, სწორედ. ხო, ყველა დარქმევაზე რო იყოს, დარქმევაზე რო იყოს, ამას არ დავირქმევდი, ხო? რა თქმა უნდა. ხო, დავირქმევდი ღამის არ დავით, თორე დავირქმევდი ნაჩნოი პადვალს. რომ დომებოდა ეს რუსული სიტყვები. არა, ანუ სახელია. ხო, თავისუფლად ვილაპარაკოთ, ხო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხა აი, ეგრე. ხუმრობაში რა თქმა უნდა. რუსული სიტყვა გამოერევა ამბობთ ყავ და ჩვენი გადაცემაც ესეთია თავისუფალი არა, ბევრი და ერთი ბარბარიზმი რუსული გვაქვს, სიტყვაც რუსული. გამოერია და ეგ უბრალოდ გაჰაიბდა კი თორე ბატონო. უხერხულობას არ მიქნის რატო რიბაკი ბიჭი იყოს რიბაკი ბიჭი რა არც მე არ მიგმის ხერხულობას. სრამ კიცებს ხო? არა, ისი ხო, იმიტომ რომ არა, ეს უბრალოდ გეთანხმები, რასაც ხუმრობა ამბობ, იყო, ხო. თორე კი, აბა რა. რუსულ ბარბარიზმებს ქართულ ენაში, რა თქმა უნდა, არ მივესალმებ და ყოველდღიურ გამოყენებაში ხო, ცუდია, კი, მაგრამ ვცდილობთ რომ არ გამოვიყენოთ, ხე, თორე გამოშვები ხუმრობაში კარგია. ამბობთ ხოლმე რა. ვინ მოვატყო, ვის დაუმალო. ვის უნდა დაუმალო? ასასია, ასეა, ფაქტია. რომელ ქართველ იუთუბერებს უყურებთ ყველაზე ხშირად და რომელს ვერ უყურებთ? ყველაზე ხშირად? კაცები იუთუბერებში ითვლება? კი, იუთუბერები კაცებს მარტო ითვლება კი არა? კაცები. ხო, კაცებს უყურებ ყველაზე ხშირად და ვერ უყურებ? საეჭოს ვერ უყურებ. საჭოს ვერ უყურებ. შენ ლაშა? მე ვერ უყურებ მოუცლელობის გამო თუ ის გამო? არა, არ უბრალოდ შევითხარი. ხო, არა, ხო, ვერ უყურებ. ხო, კარგი. ასე კარგი, მე ვუყურებ ყველაზე ხშირად ელსის ვუყურებ. სტრიმებს, ხო, თამაშის. ხო, თამაშიდან გამომდინარე ელსის ვუყურებ და კიდევ ვუყურებ ხშირად ამ ბოლო დროს ზიპერასაც ხშირად ვუყურებ. გუგასაც ვუყურებ, სოსოსაც ვუყურებ. ყველაზე და ხშირად რავი, არის ეს ერთი, სიმართლე რო ვისაც გიხარ ყველაზე YouTube-ზე ხშირად. რაც იდება რა, ახალ ხო. ვიდეოს რა მომიგდებს, აბსოლუტურად ყველაფერს ვუყურებ. აჰა. ისე აკეთო თავ რამეს. გადავახვევ. აი ხა როგორც რა მოხდა ყველა ვიდეოში აი მაინტერესებს რა ხდება. ის შემთხვევა არ გაქვს რომ აი ვიღაცას ვერ ვუყურებ მაგალითად. ვიღაცას რო ვერ აი, ვუყურებ, ხა რო როგორც- ჩავთავ და აუ რა უყურებს. აი პოდკასტი რომელიც არის 2 საათზე მეტი, მაგას ვერ ვუყურებ. ნებისმიერ ანუ ჩვენ არ ვითვლებით. ხო, ვერ ჩვენ პატარა.
კაი, კაი, გავაგზავნოთ ჩემი. ძალიან ამომწურავდა გულწრფელ პასუხს. არა, ძალიან კაი ჩემი არის. დასაფასებელია ძალიან. ეგრევე გულწრფელ პასუხს გვაძლევ. აძლევენ ჩვენ ბოლოს რა მოვატყუეთ YouTube მაყურებელსო, ბოლოს რა მოვატყუეთ YouTube მაყურებელს და YouTube მაყურებელთან აქაც გულწრფელი უნდა ვიყო. საერთოდ YouTube მაყურებელთან ყველაზე ცუდი რამე რაც შეიძლება გააკეთო არის ტყუილი რომ რაღაცას დაპირდები და მე ვერ გააკეთებ ან არ გააკეთებ ან არ გადაიღებ. მოვატყუეთ რომ ვიდეოს დადებაზე ალბათ რა და ვერ მოვახმარო და ამ დროს დაიდებოდა და ვერ მოახერხეთ ვიდეოს დადება და დაგაგვიანდათ ხო თქვათ რა. ხო დაგვაგვიანდა ესეთი ამბავი თორე დანარჩენი ყველაფერი ძალაში ეგ გათამაშებები და ისინი რო გვაქვს. აგას იქნება ხო ალბათ ეს მოვატყუეთ. ლუკა რაღაცას თან ამის მიზეზიც არსებობს რა ეხლა უყურე მით უმეტეს იუმორისტულ კონტენტს რო აკეთებ ხო სულ არ შეგიძლია რომ სტაბილურად ადგე და ვიდეო დადო იმიტომ რომ სულ იუმორის ხასიათზეც არ ხარ და იუმორის ხასიათზე რო არ ხარ ცხოვრებაში ისედაც ბევრი რამე ხდება ხო ხან ცუდი ხან კარგი და ესეთი ცუდი რაღაცები რომ მიეწყობა ძალიან რთულია რომ იუმორისტული კონტენტი ჩაწევა მაგალითად გარდაგეცვალა ახლოველი ხო მეორე დღეს ხوار დაждები და ხوار ჩაწერი იუმორისტულ კონტენტს შეიძლება ჩაწერო რა იმიტომ რომ რაღაც ვალდებულებები გქონდეს მაგრამ ცუდი იქნება რა ამიტომ ყოველთვის ველოდები იმას რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო რომ შეუვარდე კამერას და კაი ის ჩავწერო რა გადაცემა და შებოჭო. შეუბოჭო. ეს მეგონი საერთო გვაქვს. კი ბატონო. ეგ საერთოა? კი ბატონო. შემდეგი? კაი, ბოლო შემდეგი ხო მე მგონი. ეს ბოლოა ხო? კი. რუბრიკა ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ პირდაპირ კითხვები კაია. იმიტომ რომ პირდაპირ პასუხები კი ბატონო. ნაჯახი თვითონ. ჩემი მაქსიმუმი გასხივოსნება. თავი რა არის თქვენი მაქსიმუმი? გასხივოსნება მოიგიქა. არა, ჩემი მაქსიმუმი გასხივოსნებაო, ხო მაგას? ჩემი მაქსიმუმი კითხვა არის ასეთი, რა არის თქვენი მაქსიმუმი? მაქსიმუმი. ჩემი პასუხი არის ასეთი. ჩემი მაქსიმუმი გასხივოსნება. რისი გასხივოსნება? აქ თვარ ვარ გაგდა განათება რომ ირეკლავს მაგას გულისხმობ თუ რა როდის გასხივოს? სულიერს. სულიერს? არ არის ეს სხვათა შორის ისეთი რა მარტო თუ მართლა ეგრე შეიძლება თუ ეგრე ფიქრობ უყურე, ძალიან ეს გზა კითხვა- არის და ძალიან ისე კაი აი ეს ამბავია კი არა, თუ ეგრე ჩემი ხო, მაქსიმუმი გადიკითხვა უბრალოდ რა. ჩემი აზრით ასე შეგეძლება ეგ კი ბატონო, ხო. ახლა ამ კითხვას როგორ ვიპასუხო? რა არის ჩემი მაქსიმუმი ცხოვრებაში? არა, ნახე. YouTube-ში რაღაც ზოგადად თქვენ იმაში, რასაც აკეთებთ, რასაც იღებთ, რაღაც თქვენი სფეროში. მაქსიმუმი რა იქნება რა თქვენთვის, თქვენი აზრით რა, რას მიაღწევთ საბოლოოდ რა? ეგ მაქსიმუმი რაღაც ლიმიტი ხო არსებობს? რაღაც საქართველოს პოპულარობის ლიმიტიც არსებობს, იმიტომ რომ 4 მილიონზე მეტზე ვერ გიყურებს ვერავინ, ვერ და თანამედროვე მონაცემები- ვერავინ, რა ხო ხვდები, მაგას გულისხმობ. ლიმიტი რა არის რა თქვენი? ჩვენი ლიმიტი და ჩვენი მაქსიმუმი არის ის, რომ ალბათ რომ ჩვენი კონტენტი რაც არის გავხადოთ გლობალი. და ისეთი კონტენტი გავაკეთო ხარისხიანი, რომელსაც ქართველების გარდა უყურებენ უცხოელები და ანუ მთელ მსოფლიოში რომ შეიძლება ყურებადი გახდეს რა. აი ეგ არის თქვენი მაქსიმუმი, ანუ გლობალზე გასვლა არის მაქსიმუმი. რო გლობალზე რო გახვიდეთ ეგ. კი, ეს ხო ეს იქნება კონტენტით, ფილმით, სერიალით, არა აქვს, მაგრამ გლობალზე გასვლა არის ალბათ მაქსიმუმი. მეტი რა უნდა გავაკეთო. უკანა სალტოს მე ვერ. გასხივოსნებამდეა თითქმის მისული გლობალზე გასული ადამიანი. ხო და მე მინდა ერთი საინტერესო კითხვა ეხა მომწერა კოკიმ. გამომწერათან ვიყოთ ძალიან გულწრფელები ლაშა გვეუბნებოდა და კი ბატონო ვიყოთ აქამდე ყოფილა ხარ. ეხა უფრო გულწრფელი ვიქნებით, იმიტომ რომ კოკიმ მომწერა რომ ლუკას კითხე ვეფხისტყაოსანზე. რა კითხეო? მაქსიმუმი რა არისო? მე როგორც ვიცი, ანუ ვეფხისტყაოსანს სწავლობ. ხო, ეგ ვიცით ჩვენ და ხო, აპირებ. რა გაქვს მანდ გეგმაში? თავიდან ბოლომდე იცოდე? და რა ეტაპზე ხარ ეხა? სწავლის. არა ხო და რა სადამდე მიხარ ანდერძამდე ხარ ანდერძის იქით ხარ თუ არა ეს ასე ანდერძი ვიცი ეს სკოლის საზაპიროები ვიცი კიდე რაღაც შიგადაშიგ რაღაცები ვიცი მაგრამ ჯერჯერობით ვისმენ და ვკითხულობ ხოლმე ჯერ კარგად მინდა როგორ მინდა იცი კაი კითხვით მინდა რომ ვიცოდე თავიდან ბოლომდე ხო და მე დავიწყებ სწავლას და შესაძლებელია არის შენ დაგიტესტავს რომ ანუ მაგხელა ინფორმაცია დაიტიო და ერთი ადამიანის ტვინი თუ სხვა შეძლო მე რატო ვერ დავიდე ხო კი ბატონო ანუ რატო გეუბნები იცი რამე ეგ შანტაჟი აღმოგიჩენია Nothing is impossible. არა ხო რატო გეკითხები იცი რომ და თუ impossible მაშინ იყავი პირველი და გააკეთე ეს რომ კი ბატონო პირველი იქნება და ანუ რამდენი იცი ახლა რამდენი დაგიტესტავს შენი თავი ვიდეოს მე ესე ფართორს დაწერს ისეთ ხოზე. ხო? ასე მიყოლებით ჯერჯერობით არ ვსწავლობ. ხო, ანუ რაღაცა გინდა რომ მაგრამ აპირებ, ხო? კი. და მე როგორც ვიცი, საქართველოში ერთი ქალბატონია, რომელსაც ზეპირად იცის. ქალბატონი მე მგონი ერთზე მეტია, მამაკაცია ერთი.
მამაკაცი ერთი ვინც იცის და ხალხი ბევრიანია მართლა. ხო და ის მამაკაცი ცოტა აი მამაკაცის ინფორმაცია არ არის დადასტურებულად როგორ არის სად არის ღმერთმა დიდხანს ხო ღმერთმა დიდხანს ასაცხროს და ვაი და რაღაცა მოუვიდეს ხო უნდა იყოს კაცი ვინმე ქვეყანაში რომ შემოვიდნენ ვინმე და რომ აბა ხო არ გქონია კომუნიკაცია მაგ ადამიანებთან არა ან ქალბატონებთან ან მამაკაცთან არა ხო მაგრამ სხვათა შორის ერთი ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია რომელმაც გავიგე რომ თურმე აპირებს რო ისწავლოს ანუ ისე უბრალოდ გინდა ისწავლო თუ მოგწონს თუ ანუ რა მიზანს ემსახურება ანუ უნდა რომ პირველ რიგში მინდა რომ ვიცოდე ხო ამ მიზანს ემსახურება რატომ მინდა რომ ვიცოდე ხო რატომ გინდა რომ ვიცოდე იმიტომ რომ კარგია რატომ არის კარგი ჩემი აზრით ჩვეულებრივი ცხოვრების სცენარია ცხოვრების თუ იმ წესებიდან გამომდინარე იცხოვრებ რაც ვეფხის ყელსანში არის იქნები მართალი ყველასთან და ყოველთვის ასე მგონია ყველაფერი გინდა რომ წინასწარ და არ არის და ეს ზედაპირულად ჩემთან მართალი ვიქნები ეს მომიტანს გონია კაი ეს ჩემთან რო ვიქნები და კიდე ეს ზედაპირულ მხარესაც შეეხება და ზედაპირულის გარდა იქ ხო აისბერგივით არის ახლა ეს ვეფხის ყელსანი და ზევით ზედაპირზე რაც დევს იმაზე ბევრად მეტი სიღრმეებში და ქვეტექსტებში და ქვეაზრებში და ეს მინდა ბოლომდე რომ გავიაზრო ყველაფერი წარმატებები გადამეველოდები ვიდეოს YouTube-ზე სადაც იქნება და ახლა არ ვიცი რამდენი საათია მართლა არის ჩანაწერი რამდენი ერთი ადამიანი არ კითხულობს რამოდენიმე ქართველი მსახიობი კითხულობს მაგრამ 9 საათიანია და ახლოებით 8-7 და 8-9 საათიანი ღამის სამდამზე 9 საათიანი ვიდეო. ოღონ არ ვიცი ყველა სტროფი არის თუ არა, შეიძლება მეტის დაჭირდეს. წაკითხვის სიჩქარეს გააჩნია. ხო. ეგ არის გეგმაში ისე რომ ჩაბარება მე მოხდება. ხო. მართლა. ოღონ 360-ით გადავიღებთ რომ ვიღაცამ არ იფიქროს რომ სუპერიორი უდეს. ასეთი რაღაცა ყოველ დღე რომ დავჭდე დაახლოებით 6 თვეში ვისწავლი. რო წაიკითხო თან? თან რო წავიკითხე. და რა დავждეოდა. მაშინ უფრო ადრე. წესი უნდა ცოდნოდა. არა ხო და მართლა ანუ ყოველ დღე რო გააკეთო ანუ ერთი სტროფი რო ისწავლო აი ყოველ დღე გინდა 1679 დღე ხო და აი ყოველ დღე თითო რო ისწავლო ხო არის 3 წელი 4 წელი 5 მეტი კიდე 5 წელი და რაღაც თვეები 5 წელი წარმოიდგინე ჯერ ეს ანგარიშება რა რთული არის და მე სწავლა როგორი რთული იქნება სხვა შორის მე ვიცოდი მე ასე მაქვს ანგარიშები დღეში 10 რომ ვისწავლო 10 სტროფი 170 თვე 170 დღე გამოვა 170 გამოვა დაახლოებით ხო მე ვიცოდი 200 რაღაცა სტროფიზე პირად როგორც მახსოვს ადრე სკოლაში როგორც გახსოვს რომ იცოდით როგორც გახსოვს რომ ის ტექსტი სკოლაში იყო ეგეთი ის რა ვეფხის ყავსანი რო გახსოვს კი შეჯიბრი იყო ზეპირად ვირამდეს მოყვებოდა ხო გავსი 200 კონკურსები ზუსტად არ მახსოვს ციფრი მაგრამ 200 რაღაცა რო იყო ვიცი წაიკითხე 200 რაღაცა ხო ზეპირად ვიცოდი მიყოლებით მიჯრით კი 200 რაღაცა სტროფი ცოდნია კაცო აი რა გაგეგზელებია მე გული ხედა როისა ხო გითხრა კაია შო აი ამას იმისთვის სწავლობს ეხა აი შენ ვთქვა აი ბიჭი ხა და ხაზრო აი ბიჭი აი ამასობაში გინდა ბოლოს უნდა მიტყო მოვადექით ჩვენ ბოლო რუბრიკა რომელიც არის სტუმრის 1 წუთი მე მინდა რაღაცების თქმა კი ბატონო მეგობრებო რახან აქ ვარ გამოიწერეთ ბიჭების არხი მე რახან ჩვენ ვართ გამოიწერეთ ჩვენი არხი მე გიყვარდეთ საქართველო თანაც ლაშაი ჩაუსვით ეს რამე ის ხატი ფრანგებს საფრანგეთი ამოწურე 1 წუთი მგონი და ადამიანები 5 წამამდე გაქაში აისა ფრანგებს საფრანგეთი ქართველები და ადამიანები კი ბატონო მე რა შეტყოდი ახლა თქვენს მაყურებელს და არ მოიტყუოთ ყველი ცუდია კი ყველი მე იმას შეტყოდი მეგობრებო რომ რაც კი რამე გხდებათ YouTube-ზე თუნდაც ეს პოდკასტი თუნდაც სხვა ვიდეო თუ არ მოგწონთ ვეცადოთ იმას რომ ყველგან ჯანსაღი კრიტიკა დავაფიქსიროთ რაღაც ზომების ფარგლებში იმიტომ რომ თუ რაღაცა არ მოგწონთ ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდია შეიძლება თქვენ ფიქრობთ ცუდად ესეც შეიძლება მოხდეს რაღაცეები ამიტომ
თუ ფიქრობთ რომ ცუდია, ჯანსაღად გავაკრიტიკოთ ყველაფერი, რასაც ვნახავთ, დაუფასოთ შრომა იმ ადამიანებს, რასაც აკეთებენ და რასაც თქვენთვის აკეთებენ და უფრო უკეთესად დაგიფასებენ უკან. ჰეიტს დავურთოთ არგუმენტირებული კრიტიკა. რა თქმა უნდა. ჰეიტი კრიტიკა ერთად არა, ან კრიტიკოსი დავურთოთ. ჰეიტერი ხარ. დავურთოთ. დავურთოთ, კი ბატონო. აი მაგალითად, სიტყვაზე თუ შემაგინებთ, მაშინ დამირთეთ რატომ? ამისენი და იგება წინააღმდეგი იგება. არა, ამას ადვიძახი, იმიტომ რომ ვერ შემაგინებს, იმიტომ რომ მე მაგის მიზეზი არ მომიცია. მეგობრებო, გავაკრიტიკოთ ყველაფერი ჯანსაღად, თუ რამე არ მოგვეწონება, გინებები არ დავწეროთ არსად. იმიტომ რომ ეს არ არის სწორი. დავაფასოთ ყველა შრომა, დავალაიქოთ არხი, გამოვიწეროთ არხები და ვეცდებით რომ შემოგთავაზოთ უკეთესი კონტენტი ამის თქმა მინდა მე მეტი არაფრის. დიდი მადლობა, მშვენიერი, მშვენიერი. ძალიან კაი ერთი წუთი იყო და მე მინდა მაყურებელს მიმართა რომ დღეს ჩვენი პოდკასტი დამთავრდა. კიდევ ერთხელ მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ღამის არდაფის არხი და ჩვენი სპონსორისგან ბიჭებს არ გადავცეთ საჩუქარი? რა ზუსტად გაგახსენდი? თელი გადაშემა ფიქრობდი ნეტა საჩუქარს მოწევენ მეთქი. მოკლედ დორჰაუსისგან ჩვენი სპონსორისგან კარი სახლისგან 20%-იანი ფასდაგლების ვაუჩერები გვინდა რომ გადმოგცეთ საჩუქრად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ზომის, ფორმის, რაოდენობის კარებები თქვენ შემთხვევაში 20%-იანი ფასდაგლებით. მარტო ის 20%-იანი ფასდაკლება რომ გამოვიყენო. აი ეგეც შეიძლება. აიც არ გამომატანე. კი, გამოგატანე. გამოგატანე. აუცილებლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ რა. უღრმესი მადლობა. ჩვენი მეგობრები არიან, კარგი ხალხი და დაგაკავშირებთ. კიდე რაც შეეხება პრინციპი ისე, საჩუქარი არ გვაქვს, მაგრამ წერა მომთხოვენ ნომერს მოგცემ. კაი ლაითბოქსები დაამზადეთ. კაი ლაითბოქსები დაამზადეთ. კიდე ერთხელ მადლობა. ის გახეული არ გამოგეშვის ის ცხვილია. და შემდეგ ვიდეო არ ვიცი პოდკასტი დაიდევთ Smart Game-ი, ამას მოვიფიქრებთ. Smart Game-ს დაგუწერეთ თქვენი აზრი, შემდეგ ვინ მოვიწვიოთ და რა თამაშები იყოს. ბიჭების არხი გამოიწერეთ, ჩვენი არხი გამოიწერეთ და ვიგულავთ ერთად ყველა მაგ გამოწერებში. ბევრი საქმე მიეცი ხალხს, მაგრამ მიდით ხალხს. ერთი გრატი. ეგრე. წავით. ეგრე. სარანგე.